ესეთი, აი მაგალითად შემიძლია გავიხსენო, რომელიც ასევე მაყურებლისთვის შეიძლება იყოს საინტერესო შავხევსურული ტრადიციული საჭმელი, რომელსაც დამბალხაჭო ეწოდება და რომელსაც შემდეგში უკვე მიენიჭა კულტურული, არამატერიალური კულტურული ძეგლის სახელწოდება. კი, ესეც ბაბუ ამზადებდა ხოლმე ამას. დამბალხაჭო ჯერ როგორ მზადდება, ანუ ვიწყებთ. როგორ მზადდება ეს საკვები? დავიწყოთ, ანუ თავიდან კარგად და ბოლომდე პირველ რიგში იმის გამო, რომ ასეთ მთის სოფლებში ყოველთვის ყავდათ საქონელი, ყოველთვის ყავდათ 3-4 ძროხა და მეტი. გროვდებოდა რძე. ეს რძე ცოტა უნდა შესქელებული იყო და ეს შესქელებული რძე უკვე მზად იყო შესაძლებლად. როგორ ხდებოდა, ანუ უნდა დაგვეყოვებინა თუ არა, ეტყობოდა. აი რომ შეარხევდი ჭურჭელს, რომელშიც ეს რძე იყო, უკვე სქელი მასა იყო, აი როგორც არაშნის მსგავსი, დღეს არაშნის მსგავსი წარმოიდგინოთ და შემდეგ ამას ასხავდნენ სადღვებელაში, ეგრეთ წოდებულ სადღვებელაში, რომელიც ხის ჭურჭლისგან მზადდებოდა. მზადდებოდა ტყავისგანაც, როგორც ვიცით, თუმცა ჩვენ მაშინ გვქონდა ხის ჭურჭელი. როგორც კარაქი მზადდებოდა. კი, ამოყავდეთ პირველ რიგში კარაქი, შემდეგ რჩებოდა სითხე, რომელსაც აგრეთვე დოვსეწმხიანი, რომელიც შემდეგ ჭურჭელში ისხმებოდა და ცეცხლზე იდგმებოდა და ამით ხაჭო მზადდება. ხაჭო სპეციალურ ბიასის პარკში ასხავდნენ, ეს იწურებოდა და უკვე ხაჭო იყო. შემდეგ ამ ხაჭოს მარილით აზავებდნენ, აურევდნენ კარგად და გააკეთებდნენ ხაჭოს კვერებს, რომელსაც ალაგებდნენ ეგრეთ წოდებულ ძობანში, რომელიც იყო ხის წვრილი ტოტებისაგან გაკეთებული და რომელიც ჭერზე ეკიდა ისე, რომ ცეცხლი რომენთო კვამლი პირდაპირ ადიოდა და ეს იბოლებოდა რამდენიმე დღის განმავლობაში კარგად უნდა გამომშრალიყო და შებობილიყო. შემდეგ ამ ხაჭოს კვერებს ალაგებდნენ თიხის ჭურჭელში, კარგად აფარებდნენ, იქ 2-3 თვე უნდა გაჩერებულიყო, ეს უნდა დარბილებულიყო და შიგნიდან კარგი ოქროსფერი უნდა ყოფილიყო და ამას უკვე შემდეგ რომ ამოიღებდნენ, კარგი იყო საჭმელად, რომელსაც ტაფაში ჭრიდნენ, ერბოში აზავებდნენ და ეს არის დამბალხაჭოს ხაჭო ერბო ეგრეთ წოდებული, რომელიც ძალიან გემრიელია. და სხვათა შორის ამას აქვს თავისი ისტორია აქვს თავისი, თუ საიდან წამოვიდა იდეა, რომ დამზადებულიყო დამბალხაჭო. აი, როდესაც ომიანობა იყო და ემზადებოდნენ ოჯახის მამაკაცები ომში წასასვლელად, ქალბატონებმა დაიწყეს ფიქრი, რა საჭმელი გაეტანებინათ ისეთი, რომელიც დიდხანს გაძლევდა და ნოყიერიც იქნებოდა. და აი აქედან წამოვიდა სწორედ ეს იდეა. ძალიან საინტერესო ისტორია. რომელიც დღემდე ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და უკვე ბევრმა ადამიანმა